ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებათ თუანო ჯავახიშვილის შოუ. ნახეთ ალბათ ძვირფასო მეგობრებო სამშაბათს ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია ოდესა 2-ზე. ოდესა 2-ის ეთერში იმყოფებოდა სტუმრად. ადეიშვილმა ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზეც, რა შეცდომები დაუშვეს და ივანიშვილის ხელისუფლებაზეც ძალიან ბევრი ისაუბრა, ამას გავარჩევთ. ბიძინაზე თქვა, რომ ისო 2004 წლიდანო უკვე ერეოდაო პოლიტიკაშიო, რაღაცა პროცესებზე გავლენის მოხდენასაც ცდილობდაო. ესეთი რაღაც თქვა. ხედავთ რა მაგარი მსახიობი ყოფილა ივანიშვილი. ძალიან მაგარი მსახიობი, ძალიან. 2004 წლიდან ზის კულისებში კაცი. კულისებში ზის 2012 წელს ერთხელ გამოვიდა სცენაზე, თავი დააგვიკრა ესე და ისევ შევიდა კულისებში. აი ესეთი გაუჩინა და კულისებში ესეთი კარგი მსახიობი. ადეიშვილმა ასევე თქვა მთავრობაში ოცნების მოსვლისო ქართველმა ხალხმაო კარგი გაკვეთილი მიიღო, რომ ეს დაპირებების სასრულებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით კარგი გაკვეთილები მიიღო ქართველმა მოსახლეობამო. მეც ისე სხვათა შორის დავაკვირდე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ეს 3 წელია იგივე გაკვეთილი გვიტარდება ჩვეულებრივად. იგივე გაკვეთილი გიდება, ან გვიცდება საერთოდ გაკვეთილი. გვიცდება საერთოდ გაკვეთილები, ან ხანდახან მეზობელი ქვეყნის მასწავლებელი შემოდის ხოლმე და ის გვიტარებს ხანდახან გაკვეთილებს. ახლა იმის მეშინია საერთოდ კლასები არ შეგვაერთონ. არის ეს საშიშროება სულ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ ინტერვიუში ადეიშვილმა ყველაზე ვრცლად ისაუბრა თეატრულუკიანზე. ყველაზე ვრცლად ნახოთ ვიდეო. და როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, რა სიტყვით დღევანდელი იუსტიციის მინისტრზე? შემდეგ კითხოს შეიძლება. მართალია სულ ორი სიტყვა თქვა, მაგრამ ბოლომდე ამოწურა სათქმელი აი ამ პასუხში. მოკლედ შეიძლება ითქვას რუსთავიორმა მთავრობის გასაკეთებელი საქმე გააკეთა. ჩავიდა უკრაინაში, დაიჭირა ადეიშვილი, დაკითხა, უდანაშაულო ცნო და გაუშვა. თქვენ იჯექი და მიყურეთ მე. ქართული ოცნებით პოლის საბჭოზე დაიბარეს დავით ნარმანია, ბატონი დავით ნარმანია და არაეფექტური მუშაობის გამო თავისივე პარტიელებმა სასტიკად გააკრიტიკეს. ძალიან გააკრიტიკეს, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა დათო, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომელი იამკაში ჩამძვრალიყო, არ იცოდა, აი რა ეკნა, რა დღეში ჩააგდეს, არ იცით. პოლის საბჭომ ნარმანია ისე გაკიცხა, რომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში აჩვენეს, როგორ აფრთხილებს კატოკი ასფალტს. ესეთ მდგომარეობაში ხდომიდა, რომ გამოვიდა ნარმანია, ასე იძახდა, ნეტა მიწა გამისკდეს და ჩამიტანოსო. ნეტა მიწა გამისკდესო. შეკაიკაცო, მიწა როა გახეთქილი მთელ თბილისში, მაგითო დაგიბარეს სიტყვა. ეგ არის პრობლემა. მოკლედ, თბილისის მერი ისეთ დღეშია, რომ ოკრიბის სადგურში თბილისი კოკის ავტობუსი ყოველდღიურად სპეციალურად ნარმანიასთვის იქოქება. მატორს ახურებს მძღოლი რა, რომ არ ვიცით რომელ დილით შეახტება ამ ავტობუსს, არ ვიცით, არაფერი არ ვიცით. ამბობენ ნარმანიას მალე მოხსნიანო, მე არ ამგონია ეხა, ეგ არის სისულელე. ნარმანიას მოხსნიან, ეგ რა ვისმუაკ ეს აზრები მე არ მესმის. ამ მოკლე დროში ისე შეაყვარა თავი თბილისელებს და იმხელა სითბო დაიმსახურა, რომ ვერავინ ვერ შეეხება დათოს. ხალხს ვერ გადაახტებიან, მიხვდით რაზმერები? ვერაფერს ვერ იზამს. გავრცელდა ჭორი, კიდევ ესეთი ჭორები ხო ვრცელდება ქალაქში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში. გავრცელდა ჭორიო ღარიბაშვილსაც მალე მოხსნიანო და პრემიერ-მინისტრი დავით უსუფაშვილიო გახდებაო. ამაზე ღარიბაშვილმა იკითხა, აბა კალაძეო. პრემიერად უსუფაშვილის დანიშვნა ნიშნავს ხალხის ჩაგდებას ვიზუალურ შოკში. ეს ამას ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო. ასეთი მოჭებული სახის შემდეგ ეგრევე მოთანთალებულ ლოყებს ვოგთავაზე. რამე შუალედური შემოგთავაზე ჯერ, რომ ეს
ვიზუალურ შოკში რო არ ჩავარდეთ ჩვენს მოსახლეობა. უმრავლესობა ძალიან საინტერესო ინიციატივით გამოდის ძვირფასო მეგობრებო. გვთავაზობს ახალ სამინისტროს, ძალიან საინტერესო სამინისტროს გვთავაზობთ. ნახოთ ვიდეო თუ შეიძლება. უმრავლესობა ჩამოყალიბდა ასეთი ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც დაკავებული იქნება მთიანი რეგიონების განვითარებით. აგაშენათ ღმერთმა, აი რა აკლდა ქვეყანას, მთის მინისტრი. მთის მინისტრი აგაშენა, აი ეს მართლა ეს გვაკლდა, მთის მინისტრი გვაკლდა და აუცილებელია ახლა მთის მინისტრად დავნიშნოთ ჯიხვი. ჩვეულებრივად კარგი ჯიხვი ავარჩიოთ, კარგი ესეთი ცოტა ჯამთელი ჯიხვი ავარჩიოთ და ეგ ჯიხვი დავნიშნოთ. ახლა მაგაზე კარგად თა არავინ იცის, ჯიხვზე კარგად, საქმის გამკეთებელი ეგეც არ იქნება და პრემიებსაც არ აიღებს და იყოს ჯიხვი. რა უჭირს? ეს ამბავი რო გაიგო ივანიშვილმა თქვა რომ მე გავხდებიო მთის მინისტრიო, მე ვიქნებიო მთის მინისტრი და ღარიბაშვილმა უთხრა, ნუ შეწუხდებით ბატონო ბიძინა, თუ რამე აღმოაჩინეთ აუცილებლად გეტყვით. მე მგონი მთის მინისტრი ძალიან ბევრი და რთული სამუშაო შესრულება მოუწევს. ამიტომ უნდა მოგეფიქრებინა ცოტა ეშმაკურად. ეშმაკურად უნდა გეფიქრათ. ეს მთის სამინისტრო ორად უნდა გაგიყოთ. მაგალითად, აღმართის მინისტრი და დაღმართის მინისტრი. ეხლა ეს ადამიანი რომ მიდის მოსახლე რომ დახმარება რომ უნდა სიტყვაზე მივიდა აღმართის მინისტრთან. აღმართის მინისტრი ეტყვის რომ ეს ჩემი პრეროგატივაა, ეს დაღმართის მინისტრის საქმეა. ჩამოვა ეს ადამიანი დაღმართზე, დაღმართის მინისტრთან შევა. დაღმართის მინისტრი ეტყვის ეს ჩემი პრეროგატივაა, აღმართის მინისტრის პრეროგატივაა და იმას მიმართებს და ამას დაეზარება აღმართზე ასვლა ისევ და ასე მოგვარდება ეს პრობლემა. თან აქ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმართის მინისტრი სულ დაღლილია. ესე დაღლილი სახეა, გაუფლილი სახეა, აღმართის მინისტრია. ქვეყანაში თუ მთის მინისტრია აუცილებელი ძვირფასო მეგობრებო, მაგლოგით ასევე აუცილებელი ყავდეს ტყუილების მინისტრი, ერთი კარგი ტყუილების მინისტრი, აუცილებელი რასაც ახლა ამდენ ტყუილსაც მთავრობა ამბობს, უკვე ეს ტყუილების მინისტრი იტყვის ყველაფერს რა, თან ესეთი ცოტა ხო რეგულირება ხო უნდა ამ ყველაფერს რა, კარგი მენეჯერი ჭირდება ტყუილების მინისტრი. თუ დოზირებულად მოვაწოდოს ტყუილი, რომ არ გადაგვეკვირთოს ტყვინი და რაღაცა ესე და მე მგონი ტყუილების მინისტრის კანდიდატურაზე ძალიან დიდი კონკურენცია, იმიტომ მაგ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია პოლიტიკაში, ვინ უნდა ავარჩიოთ, არ ვიცით რომელზე შევჩერდეთ არის. მე თუ მკითხავ მთის მინისტრი მართლაც კარგი იდეაა ძვირფასო მეგობრებო და საერთოდ მთელი მთავრობა თუ მთაში გაიხიზნებით ნელ-ნელა ესეც უკვე ნელ-ნელა კარგი არის, არ არის ცუდი არის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წელს თანამდებობის პირებზე ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი გაიცა ვიდრე პრემია. ადრე ხო პრემიებს იღებდნენ, ეხლა პრემია აღარ, ეხლა ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი გაიცა ვიდრე პრემია. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, 300 წლის მანძილზე მონღოლებისთვის არ გადაგვიხდია იმდენი ხარკი, რაც ამ მთავრობას ვუხდით ამ 3 წელიწადში. აი ამ 3 წელიწადზე მეშინია მალე 500 რჩეული ქალვაჟი არ მოგთხოვონ. ხარკათ რომ მიუტანოთ. ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ, არსებობს ესეთი დეპუტატი, ქალბატონი გუგული მაღრაძემ, განაცხადა, რომ ხალხიო გარბის საჯარო სამსახურებიდან იყოს. ხალხი გარბის სამსახურები, იმიტომ რომ 2000 ლარიანი ხელფასეო არც ერთი მცოდნე ადამიანიო იქ არ გაგიჩერდებაო შენო ამ სამსახურებში. თქვენი ბრალია ქალბატონო გუგული მერე, თქვენი ბრალია, თქვენმა მთავრობამ აქვია შეგვაჩვია ქვეყანას 5000 ლარიან ხელფასებს, მიგვაჩვია დიდ ხელფასებს და ჩვენც გავთამამდით ახლა თავში გვაქვს ავარდნილი ხალხს და მაგის ბრალია. ისე 150 ლარად პენსიონერი როგორ გაგიჩერდებათ ქვეყანაში ეგ არ ვიცი, მაგრამ ხო ჩერდება რა ვქნა. ისე ქალბატონო გუგული ეს თქვენი ბრძნული წინადადება ინგლისურად რომ გეთქვათ ძალიან კარგი იქნებოდა, ვერ გავიგებდით მაინც. როგორც გახსოვთ, მთავრობამ გაამკაცრა უცხო ქვეყნის სავიზო პირობები. იცით, რომ სავიზო რეჟიმები რო შემოიღო, ძალიან ბევრ ქვეყანას დაუწეს ეს სავიზო რეჟიმი. ამან გამოიწვია ტურიზმის შემცირება, ძალიან ცოტა ტურისტი შემოდიოდა და ახლა კი მთავრობა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება. ბრძნული გადაწყვეტილება ტურისტების მიზიდვის მიზნით გააუქმა ისევ ეს სავიზო რეჟიმი. და ესეთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. რა მოხდა ისე სხვათა შორის? რა მოხდა? ერთი შეცდომა დაუშვეს ამ ხალხმა. ეხლა ვინც მუშაობს და საქმეს აკეთებს, შეცდომაც იმას მოსდის. ესია ხო?
ესია და ეს მთავრობა 3 წელია უშეცდომოდ მოდის აქამდე ჩაულებრად უშეცდომოდ. კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა ძლიერმა სიტყვამ ძვირფასო მეგობრებო და მოსავალი რა თქმა უნდა გაუნადგურა ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ მოსავალს ვინ დაეძებს, მთავარია ადგილობრივი ხელისუფლება დახვდა მომზადებული ამ ყველაფერს. დროზე გადააფარეს პრეზიდენტი იმ სიტყვის საწინააღმდეგო ქვემეხს. მიუსწრეს, ბეწზე მიუსწრეს, გადააფარეს პრეზიდენტი და სიმშრალეში შეიტანეს. 17 მილიონია გადახდილი და სიტყვა ხოლმე გააუბედურეს. მე ვიცი რატომ არ ხმარობს ამ რაკეტებს ეს მთავრობა, ჯერ უნდა შეიქმნეს ამ ქვემეხების გასროლის სამინისტრო. აუცილებელია შეიქმნეს ქვემეხების გასროლის სამინისტრო, რომელიც ითანამშრომლებს ამ მთის სამინისტროსთან. მთის მინისტრთან ისროლებს, ეს მთის მინისტრი მისცემს უფლებას, რომ ამ ქვემეხების გასროლის მინისტრომ დაშალოს და გაშალოს ღრუბელი. აი ესეთი სისტემა არის აუცილებელი და ეხლა თუ დროზე არ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, შეიძლება კიდე ერთი სამინისტრო ჩაამატონ ღრუბლების მოახლოების სამინისტრო. გიახლოვდება ღრუბელი და ამისთვის საწყის სამინისტრო. ბოლოს მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია გამცნო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბათუმის ბულვარში პალმა მოიპარეს. პალმა მოიპარეს. მანამდე ხო თბილისში ტუალეტი დააყაჩაღეს. ახლა ბათუმში პალმა მოიპარეს. მე მგონი კონკურსია გამოცხადებული ორიგინალურ კრიმინალზე და ჩვენ არ ვიცით უბრალოდ.